მაინც არის პათოგენის შეცნობა, ანუ ანტიმიკრობული დაცვა და როგორ იცნობს პათოგენს, რანაირად იცნობს, რისი საშუალებით იცნობს. წარმოიდგინეთ, ახლა იმუნურ სისტემას საკმაოდ მძიმე დავალება აქვს. მან უნდა გაარჩიოს მიკრობის ორგანიზმი, მიკრობის უჯრედი და რაღაც საკუთარი უჯრედისა. არა და მიკრობის უჯრედის და საკუთარი უჯრედის ერთი და იგივე საშენი მასალისგან შედგება. ორივე შედგება რისგან? ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი. მას როგორ არჩევს? რეცეპტორების. რომელი რეცეპტორების? და რას ცნობს ის ტოლაით რეცეპტორი? საკუთარს. და ის ხამფი რა არის თვითონ? აი ნახეთ, იცით რატო გეკითხებით ამას? ნახეთ, დაყურვები ხართ იმას, რომ უჯრედი ჩვენიც და მიკრობისაც არის ზუსტად ერთი და იგივე საშენი მასალით აგებული, ხო? მაგრამ იმუნური სისტემა არჩევს მარტო თავისას და სხვისას კი არა. კიდე იმასაც არჩევს, იმ სხვაში ვინ არის დამაზიანებელი და ვინ არა. იმიტომ რომ სხვასაც არ უნდა ებრძოლოს, თუ მას დაზიანება შეუძლია, ხო? თორე ასეთ შემთხვევაში სწორედ ალერგია ისეთ დაზიანება მოყვება საკუთარის, რომელიც საკუთარს ანადგურებს მას. აი სწორედ მითხარით თქვენ რომ ფამფი რა არისო პათოგენთან ასოცირებული მოლეკულური სახე. ანუ მოლეკულური სახე რა არის? აი ჩვენ ყველანი ხომ ერთი და იგივე აგებულების აქვს. ხო ყველა ადამიანი, მაგრამ ერთმანეთს რით იცნობს? ყველას ორი თვალი ერთი მყოლური, ორი გობიში ერთი თქვენი ხო? მაგრამ რით იცნობთ? ვიზუალი. სახით, რა სახეა დახატული? სურათით ვცნობთ ერთმანეთს, გესმით? ჩვენ ერთმანეთს ვცნობთ სურათით. არა, ბატონო, სახე და გარეთ როგორ ვიცნობთ ერთმანეთს? სახელი მე კლასტერი იქნება დიფერენციაციის. სახელი და გვარი საიდენტიფიკაციო შეიძლება. ეს არ არის საიდენტიფიკაციო. ეს ჩვენი მოლეკულების ნაკრებია, ჩვენი ID. ყველა ჩვენგანის ID არის MHC მოლეკულების ნაკრები ჩვენ. აი სწორედ ეს არის მოლეკულური სახე პათოგენის. ანუ რა არის მისი სახე? ნახეთ, სწორედ ისეთი სტრუქტურები, რომელიც უნიკალური არის მიკრობისთვის და რომელიც ჩვენ არ აღვაქვს. ანუ ის, რომელსაც ქმნის, სურათს ქმნის ცილაცხიმი ნახშირწყალი, გესმით? ცალკე ის კი არ არის. რა სურათი იქნება ამითი და აი ეს გახლავთ აქ ჩამონათვალი არის სწორედ იმ უნიკალური სტრუქტურების, რომელიც აქვს მიკრობს და ვერასდროს ვერ ნახავთ ადამიანში. რომელია სტრუქტურები? ხო, მაგალითად მიკრობის უჯრედის კედლის შემადგენელი სტრუქტურები, ლიპოპოლისაქარიდი, ტეიკოის მჟავა მაგალითად. ამას ნახავთ სადმე? ეს თუ სადმე ნახეთ, რატომ არის ჩვენ თუ ლიპოპოლისაქარიდი სადმე ნახეთ, ჩვენ ვიცით რომ ეს თუ ორგანიზმში ნახეთ ლიპოპოლისაქარიდი რას ნიშნავს? აი სწორედაც ის ტოლ რეცეპტორები ისეთი რეცეპტორებია, რომლებიც შეიცნობენ სწორედ ამ სპეციფიურ სტრუქტურებს, რომელიც არის პათოგენთან ასოცირებული. ფამფი, პირველად ეს ტერმინი შემოვიდა ფამფი, მაგრამ შემდგომ მიემატა მეორე ტერმინის დამფი, ხო? იმიტომ რომ მარტო პათოგენი ხომ არ უნდა იცნოს იმუნურმა სისტემა. მან ასევე უნდა იცნოს დაზიანებული უჯრედები, იმიტომ რომ ისინი მოსაშორებელია. ამიტომ ნებისმიერი მოლეკულები, რომელიც უკავშირდება უჯრედის დაზიანებას, ისინი შეცნობილ უნდა იყოს. აი სწორედ ფამფისა და დამფის შეცნობის შედეგს ხედავთ თქვენ აქ. აი ეს გახლავთ სწორედ პროანთებითი მედიატორები აქ ჩამოთვლილი. აი ეს ბოლო გახლავთ შედარებით ახალი ეს არის დამფის მოლეკულა, რომელიც არის დაზიანებასთან ასოცირებული მოლეკულურ სახეს წარმოადგენს. და ცოტა ხნის მერე კიდევ ვნახავთ სწორედაც სეპსისის დროს მას ეს შესაძლოა ერთ-ერთი ის მოლეკულა იყოს და არის კიდეც, რომელზე ზემოქმედებასაც ვახდენთ ჩვენ მდგომარეობის დასაუმჯობესებლად. აი აქ კიდევ ხედავთ თქვენ ციტოკინური შტორმის მედიატორებს და მის კავშირს გამოსავალთან, როდესაც გვაქვს ასეთი ციტოკინური შტორმი, რა ხდება შემდგომ? რა ხდება? ხდება ენდოთელური უჯრედების დისფუნქცია, ანთებითი პასუხის განვითარება,
გრუპის ფიბროზის განვითარება. და რა ხდება ამ დროს? ჰიპოტენზია ნიშნავს წნევის მკვეთრ დათბობას, ვინც არ ხართ ექიმები, მინდა გითხრათ. მიოკარდიტი გულის კუნთის ანთება. აი ეს არის უკვე რა არის შედეგი ამ ციტოკინური შტორმის. ტაქიკარდია, ანუ მაჯის გულის ცხენის სიხშირის გაზრდა. მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი. ეს არის მძიმე დაზიანება, რომელსაც მოყვება სუნთქვის მხრივ ძალიან დიდი დაზიანებები, დარღვევები. იშემია, ქსოვილთა არასაკმარის ინფუზია, ანუ ქსოვილთა ნაკლები მომარაგება ჟანგბადით, უკონტროლო სისხლის დენა და მულტისისტემური ორგანოთა უკმარისობა ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა სისტემის უკმარისობა ვითარდება საბოლოოდ აი ამ ფონზე. ეხლა როგორ მკურნალობთ? ჩვენ რა ვთქვით, რითი დაიწყო ფამფის და დამფის საშუალებით, რა მოხდა, როგორ ციტოკინები გამომუშავდა, რომ ანთებითი რას ნიშნავს ის შანქავს ანთებას, ამიტომ ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანთების საშუალება, რომელსაც ხმარობთ ეს ახალწლეული. ამიტომ ბუნებრივია, როდესაც ასეთი კატასტროფული მდგომარეობა პირველი რიგის საშუალება ეს არის სტეროიდების ხმარება, გარდა ამისა, ეს არის ინფუზია ინტრავენურად სისხლის დიდი რაოდენობით გადასხმა და მე მინდა თქვენი ყურადღება აი ამაზე მივაკო. პროანთებითი ციტოკინების ბლოკირება მონოკლონური ანტისხეულებით, ან მივედით სწორედ იქამდე, რითაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი. თანამედროვე ახალი სამკურნალო საშუალებების ფოსფრით და ეს ახალი სამკურნალო საშუალებები ეს ახალი მონოკლონური ანტისხეულები, რაც საშუალებას მოაძლევს უჭირები მიზანში, ამოვიდოს მიზანში რაღაც და პირდაპირ მოვახდინოთ აი ამ ჩვენი დამიზნებითი მკურნალობა. მოდით ახლა ცოტა ხანი ციტოკინური შტორმი გადავდოთ გვერდზე და თქვენ აქ ხედავთ იმ წამლებს, რომელიც დღეს უკვე მედიცინაში გამოიყენება სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ. TNF-ი იცით, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი, ხო? სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის ანტაგონისტები არის ეტანერცეპტი, ინფლიქსიმაბი, გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის ნაწლავის ანთებადი დაავადებისა და ფსორიაზის სამკურნალოდ, სწორედაც იმ შემთხვევებში, როდესაც ტრადიციული მიდგომები და როდესაც ტრადიციული მკურნალობა არის არაეფექტური. აგრეთვე შემთხვევებში ეფექტი და აი აქ რასაც თქვენ ხედავთ, ეს არის FDA-ის drug administration. ამის მიერ არის უკვე დამტკიცებული. ანუ ეს არის მოდელი უკვე როგორც წამალი. ძალიან ძლიერი პრეპარატი არის კლინიკური გამოცდის ფაზაში, რომელიც შეიძლება დამტკიცდეს, შეიძლება არ დამტკიცდეს, სანამ ბოლომდე მივა მათი გამოცდა, მანამდე ვერაფერს ვერ ვეთქვით. ასევე ჩვენ შეიძლება ანტაგონისტები გამოვიყენოთ, ან კიდევ რეცეპტორი, უშუალოდ რეცეპტორი, მაგალითად ინტერლეიკინ 1-ის რეცეპტორის ანტაგონისტი. გესმით? არა TNF-ის ანტაგონისტი, არამედ რეცეპტორის ანტაგონისტი. ინტერლეიკინ 2-ის რეცეპტორი შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი სამიზნე და ხედავთ ეს ხდება თირკმლის ტრანსპლანტანტის მოცილების დროს. რატო ინტერლეიკინ 2, რატოა ჩვენი სამიზნე თირკმლის ტრანსპლანტანტის მოცილების დროს? რატო ხდება თირკმლის ტრანსპლანტანტის მოცილება? ხდება იმიტომ, რომ ხდება შეცდომა იმუნური აქტივიტეტი, რას უკავშირდება მონოციტოზი, რომელიც აუცილებელი იმუნური კავშირი, რაღაც ფაქტი, რაც უკავშირდება აუცილებელი ლიმფოციტთა პროლიფერაციას, ხო? და პროლიფერაცია საერთოდ ლიმფოციტთა ჭეშმარიტ ზრდის ფაქტორსაც კი ვეძახით. ნახეთ, აი ეს არის სამიზნე, სწორედაც ტრანსპლანტაციის ერთ-ერთი სამიზნე. გესმით? ჩვენ ბევრ სამიზნეებს ხმარობთ და ერთ-ერთი სამიზნე პარაგრაფ ციტოკინებზე საუბარი მე ციტოკინები მოგიყვანეთ აქ როგორც სამიზნეები. ინტერლეიკინ 6-ის ანტაგონისტები და ასე შემდეგ. თქვენ აქ ხედავთ
ასთმისთვისაც, ინტერლეიკინ 2-ის საწინააღმდეგოს, ანტიინტერლეიკინ 5-ს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მოდით ახლა დავუბრუნდეთ, ერთ-ერთი იყო იმ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რაც ხდება პაციენტები, ერთ-ერთი ნახუთა სეპსისი. დავუბრუნდეთ ციტოკინური შტორმი. რას იწვევს მე რა ვთქვით, ენდოთელურ უჯრედებზე მოქმედებას ამ ციტოკინების, ენდოთელურ დისფუნქციას, კოაგულაციურ კასკადს და შედედებას და შემდგომ სიზარხში და შედედება და სისხლდენები არის ამისი შედეგი და გვიანი ფაზა. გვიანი ფაზა არის იმუნური დამბლა, იმუნურ სისტემას აღარ გზავნობს თავისი მოქმედების შესრულება და აი ეს გახლავთ შედეგი პოლიორგანული დისფუნქცია. აი ნახეთ სეპსისის პათოფიზიოლოგია. აქეთან მხარეს არის ნაჩვენები რა ხდება, როდესაც პათოგენზე საპასუხოდ ეს არის არალეტალური ინფექციური დაავადება და ბოლოს პაციენტი გადარჩება და მორჩება და ამ პათოგენზე პასუხი, რომელიც მთავრდება პაციენტის დაღუპვით. და ყველაფერი ხდება რატო? თავის დროზე ხდება არალეტალური ინფექციის დროს შეცნობა სწორედაც დამფის, თამფის, შესაბამისი იმუნური პასუხი, ანთება, ხედავთ, აი ეს არის პროანთებითი ციტოკინები და შემდგომ უკვე დათბობა ამ იმუნური პასუხის, უკვე მასიმერი დაცის მიკრობი განადგურებულია და ყველაფერი აღდგა. მაგრამ აბა დააკვირდით რა მოხდა იმ დროს? ლეტალური ინფექცია. ხო? ვერ მოხდა დროული პასუხის გაცემა. შემდგომ ან მოხდა ძალიან მასიურად გააქტიურება აი ამ იმუნური პასუხის შარშვა და ნახეთ, რამდენად მაღალია ციტოკინების რაოდენობა, რომელიც არის კვანტებითი, ციტოკინური შტორმი, სეპსისი და ბოლოს პაციენტის დაღუპვა. ეს ხედავთ ახლა თქვენ სქემატურად არის უბრალოდ ეს კიდევ ნაჩვენები არა მარტო აი ეს თამფის შეცნობის შემდგომ ხდება, თავიდან იწყება ყველაფერი ასე, ნახეთ, თამფის წითლად არის იქ ნაჩვენები, მაგრამ შემდგომ თვითონ ეს ციტოკინები იწვევენ რა ნევროს, სხვადასხვა უჯრედების შემდგომ უკვე აი ამ დაზიანებული უჯრედებიდან კიდევ ეს დამთან ასოცირებული მოლეკულები იწვევენ საერთოდ გაღრმავებას იმ ციტოკინური შტორმისა, რომელიც თავიდან თამფის შეცნობის შედეგად მოხდა. და აი აქ უკვე ხედავთ რა არის ჩვენი სამიზნეები. სამიზნე გახლავთ სწორედაც ის ციტოკინები, ამ ციტოკინების გამომუშავების პროდუქტის და სხვადასხვა დაბლებით, ან თავად ამ ციტოკინების დაბლოკვა სხვადასხვა საშუალებებით. შეიძლება თუ არა სეპსისის სამკურნალოდ გამოყენებულ იქნას ღეროვანი უჯრედები. აი ეს გახლავთ 2016 წლის სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ღეროვანი უჯრედებს შეუძლია თურმე დათქმოს სეპსისის პათოფიზიოლოგიის სხვადასხვა ეტაპი, სხვადასხვა საფეხური. ამიტომ ღეროვან უჯრედებს აღმოაჩნდათ იმის იმუნარი, რომ დაიცვან ორგანოთა დაზიანებისგან და გააუმჯობესონ ორგანოთა ფუნქცია. აი ეს არის ის, რაც კვლევის შედეგია ჯერ. ეს თქვენ იცით, ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა. ეს არ არის ჯერჯერობით ის, რაც არის გაიდლაინებში და რაც არის გაჩნია შემთხვევაში, ახლა ღეროვანი უჯრედების მკურნალობა არის რეგიონის მკურნალობა, სადაც პირდაპირ შენება არის იმუნიტეტის მკურნალობა. ეს არის ის, რაც დღეს მიღებულია სტანდარტად და რაც რუტინულად კეთდება. დანარჩენი, რაც ეხება ღეროვან უჯრედებს ორგანოთა რეგენერაციისთვის, ეს ყველაფერი ჯერჯერობით არის კლინიკური კვლევის ხაზში. ესეც ერთ-ერთი შესაძლო, მათი შესაძლო გამოყენება. შეიძლება იყოს. როგორ ფიქრობთ, რატომ შეუძლია ღეროვან უჯრედებს ამის გაკეთება? როგორ შეძლებს, აი ის გამო შეძლებს ღეროვან უჯრედები ამის გაკეთება, რომ იმოქმედოს დიფერენცირების მაღალი უნარი გააჩნიათ საკუთრივ.
გამოიმუშავ თვითონ იმიჯრედზე იმოქმედებს რაღაც და აი ეს რაღაცა რა არის და რა რაღაცით სავარაუდოდ ის სწორედაც იმუნური პასუხის დამძრგუნავ ციტოკინებს გამოიმუშავებს. სავარაუდოდ არა, ის მართლა ამას გამოიმუშავებს. ნახეთ, ღეროვანი უჯრედები დღეს სხვადასხვა ორგანოთა დაზიანების დროს, რაც გამოიყენება, უამრავ კლინიკურ კვლევას ნახავთ, რომ შეხვიდეთ ამ საიტზე. ძალიან ბევრ კლინიკურ კვლევას. ღეროვან უჯრედებს იღებენ სხვადასხვა წყაროდან. ეს არის ძვლის ტვინი, ეს არის მობილიზებული პერიფერიული ღეროვანი უჯრედები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ცხიმოვანი უჯრედები მილიონი სხვადასხვა წყაროდან შეიმძლეს ღეროვანი უჯრედების მიღება და სადაც ნახავთ ამ კლინიკურ კვლევას ყველგან ნახავთ რომ რაღაცა გაუმჯობესება არის. და ეს გაუმჯობესება სწორედაც არის იმიტომ რომ ხდება ამბების დათქმა რომელიც მომდანოში დიფერენციას ჩვეულებრივ ღეროვანი უჯრედი გამომუშავებს თვითონ ღეროვანი უჯრედები გამოიმუშავებენ იმუნური სისტემის დამხმარებელ ციტოკინებს, გესმით? რომლის საშუალებითაც ალბათ ისინი იწვევენ იმ ანთების დათრგუნვას დაზიანებულ ორგანოში და ამდენად ღეროვანი უჯრედებით თერაპია თუ არა საბოლოო რეგენერაციისთვის გარკვეული ხიდის როლში შეიძლება შეასრულოს გადანერგვამდე, თქვენი ცით რომ გადანერგვამდე პაციენტები რიგში ძალიან ბევრი პაციენტი. ანუ თუ ის რომ მან გააუმჯობესოს გადატრიალება არ მოახდინოს, მაგრამ გააუმჯობესოს გარკვეულ დროს პაციენტის მდგომარეობა, ამას უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ ჩვენ დროს ვიგებთ. შესაძლოა სწორედაც აქაც ადგილი ჰქონდეს ამას, რომ ის მიერ გამომუშავებული დამწყუნა იმუნოსუპრესიული ციტოკინებმა შეძლონ სწორედაც გაჩვენება იმ აგრესიული უჯრედების. ეხლა კიდევ ერთი ახალი და ახალი რატომ იცით? იმიტომ რომ ახალ კურნალობის ახალ მეთოდს უკავშირდება და შესაბამისად ეს ადრე არ იყო ეს სინდრომი, ეს არის cytokine release syndrome, ალბათ ციტოკინის გამოთავისუფლების სინდრომი, რა ვიცი, ქართულად ასე დავწერეთ. ეს არის ის ტოქსიკურობა, რომელიც ხდება სიმსივნის იმუნოთერაპიასთან დაკავშირებით. ეს არის სიცოცხლისთვის საშიში ტოქსიკურობა. თქვენ აქ ხედავთ, რითი მკურნალობის შედეგად გამომუშავდება, აი ნახეთ, CD-ოსტადის სუპერ აგონისტი. მე თუ არ ვხსნები, ეს კლინიკური კვლევებიდან მოიხსნა, სწორედაც იმიტომ, რომ ლეტალობა გამოიწვია ბევრ შემთხვევაში მისი გამოყენების შემდეგ კლინიკურ კვლევაში და ამიტომ დღეს მისი კვლევა აღარ მიმდინარეობს და მისი გამოყენება ეს ტოქსიური სინდრომი შეიძლება გავითარდეს წეუჯარული თერაპიის დროსაც. 2 ციკლით გეტყვით რა არის ეს. თუმცა კარ-ტე უჯრედები. კარ-ტე უჯრედები. ეს არის ქიმერული კარ antigen receptor. ქიმერული ანტიგენური რეცეპტორის მქონე ტე უჯრედი. ეხლა რა არის ეს ქიმერული ანტიგენური რეცეპტორის მქონე? ელიმფოციტი გახსოვთ როგორ შეიცნობს ანტიგენს? ის და რაც შეიცნობს? კი, სწორია. ეს არის ჩვეულებრივი ტელიმფოციტი და მისი ფუნქცია ასეთია. და ბერეთი შეიცნობს? იმუნოგლობულინური რეცეპტორით, ანუ B-ს არ ჭირდება არავის დახმარება, დაინახავს ანტიგენს და რომელ ანტიგენს, რომელიც ზედაპირზე ექსპრესირებულია, პირდაპირ შეეცნობს. ეხლა ნახეთ რა გააკეთეს? ეს სიმსივნის საწინააღმდეგოდ გააკეთეს და სხვათა შორის მელანომის ბოლო სტადიაზე იყო და BCL-ის სინდრომის წარმატებულად გამოცდილი, ოღონდ ჯერ სულ ამის შემთხვევა არის. თუმცა ისეთ სწრაფად ხდება ამის განვითარება, მე დიდხანია უკვე თვეებია, აღარ მინახავს რა ხდება. ისე რომ დღეს ვერ გეტყვით, ახლა კარტა უჯრედებზე კონკრეტულად რა ხდება. ნახეთ როგორი ტელიმფოციტები გააკეთეს თვითონ პაციენტისგან გენური ინჟინერიით. გაუკეთეს ტელიმფოციტს იმუნოგლობულინური რეცეპტორი ამ სიმსივნის ანტიგენის შემცნობი. ნახეთ, სიმსივნეს ტელიმფოციტს რა უნდა ეცნოს? სიმსივნეზე MHC+ პეპტიდი, ხო? არ არის ის პეპტიდი ბატონო ექსპრესირებული, ან ვერ იცნობს და არ კლავს, ხო? ამ ტელიმფოციტს მას გაუკეთეს ისეთი რეცეპტორი ხელოვნურად, იმუნოგლობულინური.
რომელიც იმ MHC+ პეპტიდს კი არ შეიცნობს. ამ სიმსივნის ზედაპირულ ანტიგენს რაღაცას, გესმით? რომლისთვისაც არ ჭირდება არავის დახმარება, პირდაპირ ნახავს, სადაც შეხვდება შეიცნობს. მაგრამ ნახეთ, მარტო შეხვედრა ხომ არ არის თავი. ელიმოშიგმა შეიძლება შეხვდეს, შეიცნოს, მაგრამ რო გააქტიურდეს რა ჭირდება? აუცილებელია გააქტიურებისთვის მას ხომდეს პირად, ესე იგი, რო შეიცნო, ნახეთ PCR-დან სიგნალი დაკავშირების მერე რიტმოდი, CD3, ხო? ვირუსი. მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იმუნური პასუხი ჩაერთოს. თანამასტიმულირებელი სიგნალი ხომ ჭირდება? აი ეს CD28 და ნახეთ რა გააკეთეს? აი ამ იმუნოგლობულინურ რეცეპტორს გაუკეთეს ორი დომენი. ემაში, ციტოზოლში, შიგნით, CD3 და CD28. ანუ როგორც კი ეს ლიმფოციტი ნახავს სიმსივნის ანტიგენს, სიმსივნის უჯრედის ზედაპირულ ანტიგენს, CD3 და CD28 გააქტიურდება და რას ნიშნავს ეს ლიმფოციტი? და ანუ ნებისმიერი შეხვედრის მერე ის კონკრეტულად სიმსივნურ უჯრედებს დახოცავს. ეს არის კარტა უჯრედები, მაგრამ ნახეთ რატომ არის საჭირო აი ასე და ძალიან დიდი სიფრთხილე ჩატარება კლინიკური კვლევების. იმიტომ რომ კი ბატონო ეს მოხდა, მაგრამ ნახეთ როგორი ტოქსიური სინდრომი ახასიათებს, როცა ბევრი უჯრედები ერთად დაიხოცება. გესმით? როცა ამას მოყვება შემდგომ მასიური ანთება. ამიტომ ეს ყველაფერი არის გასახმარისწინებელი. და არის სწორედაც ამ ტოქსიური სინდრომის სამკურნალოდ დღეს მოწოდებული გახლავთ ტოცილიზუმაბი, რომელიც არის ინტერლეიკინ 6-ის სიგნალის დამსხუნავი. ახლა ამ სურათზე რა არის ნაჩვენები, ნახეთ, როდესაც დაბალი დოზით არის ინტერლეიკინ 6, თუ არჩევთ ვარდისფრად არის ორი უჯრედი, ხედავთ? ის უჯრედები პასუხობს და როცა მაღალი დოზით არის, ნახეთ რამდენი უჯრედები პასუხობს მას. და ეს სწორედაც რომ მოხდეს შებოჭვა გარემოში არსებული ინტერლეიკინ 6-ისა და მისი რეცეპტორების, აი ამას აკეთებს სწორედაც ეს წამალი, რომელიც არის სამიზნეს უკავშირდება, ეს არის ტოცილიზუმაბი. ეს არის მკურნალობის ალგორითმში უკვე ჩართულია ტოცილიზუმაბი, ანუ რა შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ ამ ტოქსიური სინდრომის დროს და ბოლო ესე სიახლე დღეს უკვე შექმნილია და ნებადართულია ევროკავშირში როგორც ციტოკინის ფილტრი. ეს არის ის, რაც ამცირებს ციტოკინურ შტორმს, ეს არის ბუნებრივად თქვენ იცით, რომ ეგრეთ წოდებული სისხლის გაწმენდის სხვადასხვა მეთოდები არსებობს, როცა ექსტრაკორპორალურად რომელიც ციტოკინებს მოძებნებს ორგანიზმს და ამით გაუმჯობესებს ორგანიზმის მდგომარეობას, გადაარჩენს მას დაღუპვისგან. ძალიან დიდი მადლობა, მე ამითი დავამთავრე ჩემი ლექცია. ეხლა ვისაც უნდა გოჭის ხორცი და შეშეკი. კარგი კი. სამი პრიზია, გოჭის ხორცი, მეორე რა არის? შქმერული და მესამე წვადი. შეკითხვას გააჩნია. მესამე უფასო ანალიზი. ფენოტიპირება უფასო დისკრომინაცია. თირეგების რაოდენობას თქვენ სისხლში. After if I am looking at Rose. Button. კი ბატონო. თქვათ მოხს ლეიკემია და შესაბამისად სისხლის უჯრედებს სისხლის უჯრედებს და გამოვიტანეთ ეგ მეთოდი და დაიხოთ აი ის უჯრედები, რომლებიც ლეიკემიას განაპირობებს. მე რა საჭიროა ამ უჯრედების შევსება ღერო უჯრედებით. ანუ ხოლმე გადავნებოთ ის ტვინი, რომ ახალი უჯრედები წარმოქმნას. და ამ უჯრედების მიმართაც რომ განვითარდეს იმუნური პასუხი, ანუ გენოდიფიცირებული უჯრედები ისევ რჩება ორგანიზმში. მე თუ სწორედ გავიგე თქვენი შეკითხვა. მოდი მე როგორც გავიგე გეტყვი და თქვენ მითხარით რამდენად სწორედ პასუხი. რაც შეიძლება კარტა უჯრედებს. კარტა უჯრედებს ესე
იგი გენეტიკური მოდიფიცირება დაგდარდეთ, ქმნიან ისეთ უჯრედებს, რომელიც არის იმუნოგლობულინური რეცეპტორი, რომელიც ანტიგენის საწინააღმდეგო უნდა იყოს, რომელიც კონკრეტულად აი ამ სიმსივნო უჯრედს აქვს ზედაპირზე, ხო? ახლა ბუნებრივია ძალიან კარგი კითხვა, თქვენ ახლა ვისაც სიმსივნის იმუნოლოგია გაქვთ, ნასწავლი და გავილი, ვიღაცას აქ ნასწავლი, ვიღაცას არა, ამიტომ გეტყვით. სიმსივნესთან ასოცირებული არის ორი სხვადასხვა სახის ანტიგენი. ერთი გახლავთ სიმსივნეს სპეციფიური ტრანსპლანტაციურ ანტიგენს უწოდებენ მას, სიმსივნეს სპეციფიური ანტიგენი და მეორე სიმსივნესთან ასოცირებული ანტიგენი. სიმსივნეს სპეციფიური რას ნიშნავს? რომ ის სპეციფიურია ამ კონკრეტული სიმსივნისთვის, აი ამ ადამიანში ამ სიმსივნისთვის არის სპეციფიური და ის სხვაგან არ ხდება და ნორმალურ უჯრედებზე ის არ არის. მაგრამ სიმსივნესთან ასოცირებული ანტიგენები ის ანტიგენებია, რომელიც აქვს სიმსივნურ უჯრედს, მაგრამ ის ნორმალშიც ხდება. ამიტომ სხვათა შორის ეს არა მარტო კარტე უჯრედების, ეს მონოკლონური ანტისხეულები. მე მინდა გითხრათ, რომ სწორედაც აი ამ მონოკლონურ ანტისხეულებზე BCLL-ის საწინააღმდეგო, სწორედ ეს კათედრა მუშაობდა ლონდონის უნივერსიტეტთან ერთად. და მე მახსოვს ვიყავი, სწორედ ოპონირება მიწევდა მათი ნაშრომების და სწორედაც ეს არის, რომ როდესაც თქვენ აი ასეთ მკვლელს უშვებთ, რომელიც სიმსივნესთან ასოცირებულ ანტიგენებთან არის დაკავშირებული, მოდით ეს თქვა რიტუქსიმაბი ეს არის მონოკლონური ანტისხეული ანტი-CD20. ბელიფოციტის მარკერი ერთი CD20, ხო იცით? როდესაც ეს რიტუქსიმაბი ანტი-CD20 აჯდება და მას კლავს, მათ შეიძლება ნორმალურიც დახვეწოს. ეს ერთ-ერთი საშიშროება არის სწორედ. ამიტომ რამდენად კარგი, აი ბისპეციფიური ანტისხეულები რა არის. ბისპეციფიური არის, როცა ანტისხეულის ორი ფრაგმენტი, ხო? აი იმ სიმსივნურ უჯრედს, ერთი კი CD20 აზის, მაგრამ მეორე რა აზის კიდე. გესმით? იმისთვის, ანუ ისეთი რაღაც ორი უნდა იყოს შერჩეული, რომელიც გამოარჩევს ამ სიმსივნურ უჯრედს რაღაცა სხვა უჯრედებისგან და ჩვენი ნორმალური ცნებისგან. გესმით? აი ასეთ შემთხვევაში ეს დამიზნებითი თერაპია გაცილებით უფრო ეფექტურია და უფრო მიზანმიმართულია. გესმით? ეხლა თქვენ რაც თქვით, თუ თქვათ სიმსივნეს სპეციფიური ანტიგენის საწინააღმდეგოდ არის ის იმუნოგლობულინი შექმნილი, მაშინ ის დახოცავს მას. ეხლა კიდევ უფრო ღრმად წავიდეთ, ფეროვანი უჯრედიდანო შემდეგ წარმოიქმნებაო. ეხლა ჩვენ ამითი რომ იმ სიმსივნურ უჯრედს ვანადგურებთ, რატომ წარმოიქმნა ის სიმსივნური უჯრედი? რატომ მოხდა თავიდან სიმსივნის განვითარება? ჩვენ ხო ამას არ ვშვებით. გესმით? ამიტომ არავინ არ არის დაცული იმისგან, რომ ის ისევ წამოვიდეს თქვა. თუ სწორედ გავიგეთ თქვენი შეკითხვა. სწორედ ამიტომ ნახეთ ჩვენი მიზანი და აი მაშინ იმუნოლოგიის, აი ბოლო პერიოდში ამ სიმსივნის იმუნოლოგიაში უფრო წავიდა ახალი ტიპის დამიზნებით თერაპიას უწოდებენ რას, რომ უშუალოდ სიმსივნის უჯრედების განადგურებაზე კი არ არის მიმართული. სხვა იმუნურ უჯრედებზეა მიმართული, გესმით? რომელი იმუნური უჯრედებიც შემდგომ იმუნურ პასუხს მართავს ამ სიმსივნის საწინააღმდეგოდ. არ ვიცი გასაგებად გითხარით თუ არა. გესმით, ერთია რომ უშუალოდ სიმსივნე მოკლა და მეორეა რომ აღძრა კონკრეტულად სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნური პასუხი, ანუ დაგეშო იმუნური სისტემა, დაანახო სიმსივნური ანტიგენი, გესმით? და ჩაართვევინო მას სრული იმუნური პასუხი ამ სიმსივნეს. აი ახალი დამიზნებითი თერაპია ამაზე. რატომ არის რომ აი დენდრიტული ვაქცინები ყველაზე უფრო პერსპექტიულად მოიაზრება? და დენდრიტული უჯრედები არის ის სწორედაც, რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია სწორედაც გულუხულო ლიმფოციტის ჩათვლა. გესმით, პროფესიონალია, გესმით? პროფესია მისი ეს არის დენდრიტული ვაქცინა, სხვა საქმე კი არა. დენდრიტული უჯრედის ეს არის მისი საქმე, ამიტომ პროფესიონალს ყველაზე კარგად შეუძლია თავის საქმის გაკეთება.
შეიძლება სხვასაც ასწავლო, მაგალითად იყო ასეთი მიდგომებიც, რომ სიმსივნურ უჯრედში ტრანსფექცია მოახდინო, ვთქვათ, B28-ის, მაგრამ არ არის ის სიმსივნური უჯრედი ბუნებრივად პროფესიონალი, გესმით? და ამიტომ შემდგომ აღმოჩნდა ჯობია დენდრიტული უჯრედები მოიყვანო აქ. ისინი უკან გააკეთებენ თავისუფლად. ვიდრე შენ იმას შეუყვანო, ვისაც თვითონ ბუნებრივად არ გვაქვს. Იგივეს გავაგრძელე, ესეთი ფორმულირებდი. ეს სიმსივნური უჯრედები ანუ რომ იყოფიან და შეიძლება გენეტიკური ცვლილება მოხდეს, ხო შეიძლება ეს ანტიგენის ისე შეიცვალოს ამ მოლეკულურ დონეზე, რომ ამ მონოკლონურმა ანტიგენმა ვერ შეიცვალოს.